ჩვენ იზოლირებულ გარემოში არ გვიწევს ყოფა და მეტიც მსოფლიოში მუდმივი მოვლენები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კონფიგურაციის ჩამოყალიბებაზე, რეჟიმის პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამტკიცებაზე, თუ საერთო სახალხო ეროვნული თანამედროვე ქართული რესპუბლიკის გადარჩენისა და გამარჯვებისთვის მებრძოლთა შესაძლებლობაზე. ამ მხრივ მიუნხენის კონფერენცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, სადაც უსაფრთხოებისა და თავდაცვის უნარიანობის კუთხით მთელი წლის სტრატეგიები განისაზღვრება ხოლმე, თუმცა ეს მხოლოდ ის რაც წელს ხდებოდა მიუნხენში მარტო ერთი წლის პერსპექტივას არ უკავშირდება. რატი მუჯირით ამავისდა წარდგენა ჩემი კოლეგა დროების მიმოხილველი, რომელსაც ვთხოვე სურათი შეძლების დაგვარად მთლიანობაში წარმოედგინა, რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს, წინააღმდეგობებს, დაძაბულობის ხარისხს ასახავს. ერთი რაც სანამ რატი დაიწყებს საუბარ შემიძლია ვთქვა, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაძაბულობა და ქაოსი რაც შეიძლება უწოდოთ იმას, რაც ტრიალებდა იმ გარემოში და რა სიგნალებით დანარჩენ მსოფლიოში გავიდა. ძალიან რთულია კონკრეტულად იმის თქმა, რას უნდა ველოდეთ ამ განცხადებების, ან რა ნაბიჯებს უნდა ველოდეთ შემდგომში. ევროკავშირის მხრიდან, თავად ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი რამ რაც შეგვიძლია უფრო მკაფიო და ზუსტად ვთქვათ, ყველაზე ესეთ მყარი სტრატეგიული ხედვით და ამავე დროს ჩემთვისაც კი მოულოდნელი სიმშვიდით ამ ყველაფერს შეხვდა და გამოირჩეოდა უკრაინის მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი. მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით და შემდეგ სიუჟეტის მეშვეობითაც ავსახოთ ის რეალობა, რომელიც იყო მიუნხენში. მიუნხენს როგორც ჩანს ერთგვარი ბედისწერა აქვს, რომ ისტორიისთვის საკვანძო მომენტებში ყველაზე მსუბუქად ვთქვათ სკანდალური ქალაქი იყოს. დივანსის ხელმძღვანელობით ამერიკის დელეგაცია რომ ხისტი იქნებოდა, ამისი მოლოდინი წინასწარი გაკეთებული განცხადებებით იყო, თუმცა ასეთ სიხისტეს არავინ არ ელოდებოდა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი გამოვიდა და არც რუსეთი ახსენა, არც უკრაინა ახსენა, ჩინეთიც ძალიან გაკვით და საფრთხეთ ევროპული დემოკრატიისთვის საფრთხეები დაასახელა, მან თქვა, რომ დეზინფორმაცია თურმე არც ისე დიდი პრობლემაა და მოკლედ მთელი მისი ეს გამოსვლა ყველასთვის მოულოდნელად დაეთმო ევროპის კრიტიკას. და აქ იყო ესეთი ძალიან ღია გზავნილები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შემდეგი 4 წელი ევროკავშირთან შეიძლება საკმაოდ ცივ ურთიერთობებში ჩამოყალიბდეს. ევროპის რეაქცია მაცხადი არ დააგვიანა, დღეს და ხვალ უკვე პარიზში იკრიბებიან ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის იქნება ბრიტანეთიც, მიუხედავად საგანგებო სამიტი მოიწვევს, საგანგებო სამიტი იქნება, სადაც იმსჯელებენ რეაქციებზე ალბათ, თუმცა სანამ ევროპელების რეაქციებს, რომელიც მიუნხენშივე გაკეთდა და ვისაუბრებ, მანამდე მაყურებელს გავახსენოთ დივანსის ეს საკმაოდ კვახე გამოსვლა, რომელიც მიუნხენში ჰქონდა. საფრთხე, რომელიც პირადად მე ყველაზე მეტად მაღელვებს ევროპასთან დაკავშირებით, არის არა რუსეთი, არა ჩინეთი, არა რომელიმე სხვა გარე აქტორი. ის რაც მადარდებს არის საფრთხე შიგნიდან. ევროპის დაშორება მისი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებისგან, რომელსაც იზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ დეკემბერში რუმინეთმა გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, სადაზვერვო სააგენტოს სუსტი ეჭვების აბუზველზე და კონტინენტური მეზობლობის უზარმაზარი ზეწოლით. როგორც გავიგე, არგუმენტი იყო, რომ რუსულმა დეზინფორმაციამ გავლენა იქონია რუმინეთის არჩევნებზე. თუმცა მე ვეტყოდი ჩემს ევროპელ მეგობრებს, შეგიძლიათ გჯეროდეთ, რომ არასწორია, რომ რუსეთი ყიდულობს რეკლამას სოციალურ ქსელებში, რათა გავლენა მოახდინოს თქვენს არჩევნებზე. ჩვენ ნამდვილად ასე ვფიქრობთ და თქვენ შეგიძლიათ დაგმოთ ეს მსოფლიო დონეზე. თუმცა თუ თქვენი დემოკრატიის განადგურება შესაძლებელია რამდენიმე ასეული $1000 ციფრულ რეკლამაში უცხო ქვეყნიდან, მაშინ ის არ ყოფილა ძალიან ძლიერი. ევროპულ არჩევნებზე გაკეთებულია ეს აქცენტები ყველაზე მაგრა როგორც ჩანს გერმანელებს მოხდათ, იმიტომ რომ მოქმედმა პრემიერმა, სავარაუდოდ მომავალმა პრემიერმა, ქრისტიან დემოკრატების თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა სამივემ საკმაოდ და არანაკლებ მკაცრი განცხადებით უპასუხეს დივანს. ამის პირდაპირ უთხეს, რომ ჩვენ არჩევნებში ნუ ერევიო დიპლომატიის ფარგლებში, რა თქმა უნდა, და აღნიშნეს, რომ ევროპას თავის დემოკრატია აქვს, ისინი კანონის მორჩილები არიან და ყველაფერი რაც ევროკავშირში ხდება კანონზე არის დაფუძნებული და მოელიან, რომ როგორც თვითონ ევროპამცა პატივი ამერიკის არჩევნებს, ასევე ასეთივე პატივისცემა იქნება. აქეთაც მოვისმინოთ გერმანელების განცხადებები.
აღარასდროს ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ გერმანელებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვისწავლეთ. ნაციონალ-სოციალისტების მმართველობის საშინელი გამოცდილებიდან გამომდინარე. აღარასდროს უნდა განმეორდეს ფაშიზმი, რასიზმი და აგრესიის ომი და სწორედ ამიტომ ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა წინააღმდეგობას უწევს ძალებს, რომლებიც განადიდებს და ამართლებს დამნაშავე ნაციონალ-სოციალიზმს. პრინციპი აღარასდროს ეს შეუთავსებელია პარტიის ალტერნატივა გერმანიის მხარდაჭერასთან. სწორედ ამ მიზეზის გამო ჩვენ არ მივიღებთ უცხო პირების ჩარევას ჩვენს დემოკრატიაში, ჩვენს არჩევნებში და ამ პარტიის სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის დემოკრატიულ ჩამოყალიბებაში. ეს უადგილოა, განსაკუთრებით მეგობრებსა და მოკავშირეებს შორის. ჩვენ მტკიცედ ვუარყოფთ ამას, თუ რა მიმართულებით ავა ჩვენი დემოკრატია, ჩვენი გადასაწყვეტია. თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა არის ის, რაც ყოველთვის გვაერთიანებდა როგორც ტრანსატლანტიკური თანამეგობრების წევრებს და როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველები ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. We respect the presidential elections and the congressional elections in the US. ჩვენ პატივი ვეცით ამერიკაში საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებს და მოლოდინი გვაქვს, რომ იმავეს გააკეთებს შეერთებული შტატები აქ. ასევე მინდა კომენტარი გავაკეთო ჩვენს საერთო ღირებულებებზე და ფასეულებებზე. ჩვენ ერთგული ვართ კანონის, რომელიც განსაზღვრულია ჩვენი მიდგომებით. ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რითიც შეგვიძლია მიუდგეთ გამოქვეყნებულ ინფორმაციას და მოსაზრებებს. სიტყვის თავისუფლება რჩება სიტყვის თავისუფლება და ის ჩვენი ღია დემოკრატიული საზოგადოების ნაწილია, მაგრამ fake news-ი, სიძულვილის ენა და ბრალდებები არის საკითხი, რაც ექვემდებარება კანონმდებლობას და კონტროლდება დამოუკიდებელი სასამართლოებით. It's a moment where Europe has to stand up. ახლა ევროპისთვის გარდამტეხი მომენტია და ჩვენ გვახსოვს 3 წლის წინ ყველას ეჭვი ეპარებოდა ევროპაში, განსაკუთრებით პუტინს და გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა. მას იმედი ჰქონდა, რომ 2014 წლის შეცდომას დავუშვებდით და გავჩუმდებოდით, მაგრამ ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ ეს ასე არ მოხდა და ახლა 3 წლის შემდეგ ისევ იგივე ხდება. სხვების ჩემი ქვეყანა უპირველეს ყოვლისა, ამაზე ჩემი პასუხი არის: ევროპა ერთიანია. ვერ იქნება ევროპაში მშვიდობა, თუ კი ეს არაა ევროპული მშვიდობა. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ არა მშვიდობა მშვიდობისთვის, არამედ მშვიდობა თაობებისთვის, მშვიდობა ჩვენი შვილებისთვის. თუკი გერმანელებმა დემოკრატიის დარჩენების კონტექსტში უპასუხეს, დანარჩენმა ევროპელებმა უკვე გერმანელებმა დანარჩენმა ევროპელებმა ისწავლეს უკრაინის კონტექსტში კონფერენციის წინ იყო ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ამერიკული მხრიდან, რომ ევროპელები იქნებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ არ იქნებიან, თავად ჯერ რუსებსთან მოელაპარაკებიან, მაგრამ ბუნდოვანება შეიქმნა იქ და ტრადიციულად აღმოსავლეთ ევროპელები ყველაზე სწორად ხისტები იყვნენ, თუმცა ამ ბანაკს დაემატა კიდევ ერთი ქვეყანა, ეს დანია და ალბათ გასაგები მიზეზების გამო რატომაც. We shouldn't go there. If we want to give most of these things were cold shower or a shakedown. ის რაც ითქვა შესაძლოა იყო ცივი შხაპი ან კარგი შეჯანჯღარება, რაც უნდა გამოვიყენოთ გამოღვიძებისთვის, ევროპის გამოღვიძებისთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ უამრავი რამის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ამერიკელი მეგობრების ჩართულობით ან მათ კარეში. მე ვამხობ, რომ უკრაინის საკითხი ჩვენი ჩართულობით უნდა გადაწყდეს, მაგრამ თუ კი დავინახავთ, რომ მოლაპარაკებები ჩვენს გარეშე მიმდინარეობს, აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ. პირველ რიგში ჩვენი ევროპული წითელი ხაზები უნდა შევიმუშაოთ და უკრაინასთან შევათანხმოთ. თუ კი ჩვენ უნდა ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა, რაზეც მიგვითითებენ, მაშინ ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ვიყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძველი მიუნხენის ეკოს მივიღებთ, რაც ჩეხოსლოვაკიამ კარგად იცის, ანუ შეთანხმება ქვეყანაზე იმ ქვეყნის ჩართულობის გარეშე. In Poland we have no doubt that the threat to Europe, to liberal democracy, to decency. პოლონეთში ზუსტად ვიცით, რომ დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის საფრთხე მოდის მხოლოდ რუსეთიდან. ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა. ახლა რუსეთში მეტი პოლიტპატიმარია, ვიდრე ის ყავდა ბრეჟნევს. და როცა პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, მშვიდობის შემთხვევაში ევროპული ჯარები უნდა განლაგდესო, ეს ჩვენ ვართ, ვინც ეს უნდა აღასრულოს. ასე რომ, ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ ჩვენი ჩართვა. ჩვენ 20 წელი GDP-ს 2% ხარჯავდით თავდაცვაზე და უკვე გავზარდეთ ის 4.7-მდე, რადგან გვეშინია. ტრამპი მოქმედებს რუსების პრინციპით დაზვერვა ბრძოლით. მიაწვევი ნახავ რა მოხდება, მე შეცვლი მიდგომას, ამიტომ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ. I have never believed that the war in Ukraine is primarily about Ukraine.
არასდროს მჯეროდა, რომ ომი უკრაინაში რამენაირად დაკავშირებული იყო უკრაინასთან. ომი უკრაინაში დაკავშირებულია რუსეთთან, დაკავშირებულია რუსეთის იმპერიულ ოცნებებთან. ეს დაკავშირებულია მათ სურვილზე მიიღონ გადაწყვეტილებები ევროპის საკითხებზე. ჩვენ არ გვაქვს უფლება მათ ამის ნება მისცეთ. ამიტომ სტრატეგიის ერთგულები უნდა დავრჩეთ და სტრატეგიაა ომის მოგება. ეს არ იქნება ადვილი, ეს არ იქნება ლამაზი. ამას ვერ აღწერთ დადებითი სიტყვებით, მაგრამ ეს აუცილებელია. და თუ კი მართალი ვარ, ამ ომს არ აქვს კავშირი უკრაინასთან და ეს სულ უნდა გვახსოვდეს. მე ვოცნებობ მშვიდობაზე, გავაკეთებ ყველაფერს, რომ მშვიდობას მხარი დავუჭირო, მაგრამ ვერ ვუჯერებ მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. ეს შეცდომა უკვე დაუშვით მიუნხენში 1938 წელს და მგონია, რომ დღესაც შეცდომას დავუშვებთ. მთელი ამ პერიპეტიების შემდეგ უკვე დღეს კელოგმა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში შესაძლოა რიტორიკას დაალაგა ერთგვარად და მან თქვა, რომ უკრაინა რა თქმა უნდა იქნება მოლაპარაკებების მაგდასთან, რა თქმა უნდა უკრაინის გარეშე არაფერი გადაწყვეტა უკრაინაზე და მან ასე თქვა, აი ეს ბუნდოვანება რაც შეიქმნა კონფერენციის წინ ერთგვარად შეაჯამა და მეტი სიცხადე შემოვიტანა. რა თქმა უნდა, უკრაინელები მოლაპარაკების მაგიდასთან იქნებიან. სხვაგვარად თქმა სისულელე იქნებოდა. რაც შეეხება ევროპელების ჩართულობას, მე რეალისტი ვარ. ვფიქრობ, ეს არ მოხდება, მაგრამ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვიმყოფები აქ და ველაპარაკები ადამიანებს. იმისთვის, რომ უზრუნველყოთ, რომ მათი პოზიცია კარგად იქნება ცნობილი. აქვე მოდი აღვნიშნოთ, რომ ხვალ საუდის არაბეთში არის მოსალოდნელი მოლაპარაკების დაწყება ამერიკელებსა და რუსებს შორის. ლავროვსა და სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი უკვე ისედაც შედგა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუბიომ დიდი შვიდეული საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გუშინ ხელი მოვაწერა ძალიან მნიშვნელოვან და სწორ განცხადებას დიდი შვიდეულის სახელით რუსეთთან მიმართებაში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმისა, რეალური პოლიტიკა, სადაც რეალიზდება იქ რა მიდგომები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ამ ახალ ადმინისტრაციას. ეს ერთგვარი გამოძახილი იყო ტრამპის განცხადების, რომ დიდრუიანი ხო რა აღდგეს ხო. ამ ყველაფრის ფონზე საკმაოდ შთამბეჭდავი სიტყვით გამოსვლა ჰქონდა ვოლოდიმირ ზელენსკის, მან ძალიან ბევრი და ძალიან სწორი აქცენტი გააკეთა, ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ ემზადება მშვიდობისთვის, მან კონკრეტული ფაქტები დაასახელა, მათ შორის დაასახელა ის, რომ ახლა რუსეთი 15 ახალ დივიზიას ქმნის და გადაისვრის მათ ბელარუსის ტერიტორიაზე, ისაუბრა ბელარუსში განლაგებულ რუსულ შეიარაღებაზე და დასვა კითხვა, არის კი ეს ახალი რუსული შეიარაღება უკრაინისთვის გამიზნული თუ ევროპისთვის. That's exactly how they staged forces before their full-scale invasion. ეს არის ზუსტად ის, თუ როგორ განათავსეს მათ ჯარები 3 წლის წინ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე. ახლა ბელარუსში განთავსებული ახალი ცოცხალი ძალა უკრაინაზე შეტევისთვისაა შესაძლებელია, ან შეიძლება არც, იქნებ თქვენთვისაა განკუთვნილი. შეგახსენებთ, რომ ბელარუსი 3 ნატოს წევრ ქვეყანას ესაზღვრება და ამ ტერიტორიას წარმატებულად იყენებენ რუსი ჯარისკაცები. პუტინი და ლუკაშენკოც ადესტურებენ, რომ ახლა ბელარუსში განლაგებულია რუსული შეიარაღება. მათ შორის ბირთვულის კი. პუტინი ბელარუსს აშკარად ხედავს როგორც მორიგ რუსულ პროვინციას. ზელენსკი მასწავლე თქვა, რომ ის არ გამორიცხავს ნატოს წევრობას და უარს არ იტყვის ნატოს წევრობაზე, თუმცა თუ კი ახლა არ იქნება საშუალება, რომ ნატოში მისი გაწევრიანება, უკრაინის გაწევრიანება მოხდეს, მაშინ მას სჭირდება 1,5 მილიონი არმია იმისთვის, რომ რეალურად შეაკავოს რუსული აგრესია. ასევე ის საუბარი იყო ეგრეთ წოდებულ ევროპულ შეიარაღებულ ძალებზე, ერთიან ევროპულ შეიარაღებულ ძალებზე და მისი სიტყვის ბოლოს თქვა 5 პუნქტიანი თავისი ხედვა წარმოადგინა, როგორ შეიძლება გაგრძელდეს და დასრულდეს ეს ომი. Putin cannot offer real security guarantees, not just because he is a liar. პუტინს არ შეუძლია რეალური უსაფრთხოების გარანტიების მოცემა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის მატყუარაა, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ პუტინს სჭირდება ომი, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და სამყარო ამისგან უნდა იყოს დაცული. პირველი ევროპის შეიარაღებული ძალები, მეორე ერთიანი ევროპული საგარეო პოლიტიკა, მესამე ძლიერი ევროპული დიპლომატია, რომელსაც ამერიკა სერიოზულად აღიქვამს, მეოთხე საერთაშორისო სამართალი და მეხუთე ზეწოლის გაგრძელება რუსეთზე, რადგან ეს ზეწოლა მშვიდობის გარანტია და არა პუტინის სიტყვები ან რაღაც დოკუმენტი
არგუმენტები. პუტინი მატყუარაა. განჭრეტადია და ის სუსტია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ დღეს და ახლა და არა სხვა დროს. He is predictable and he is weak. We must use that now. ასეთი იყო ძალიან მოკლე შეჯამება იმ ორი დღესაც მუხეში მიმდინარეობდა, თუმცა ახლა იქნება სიუჟეტი, რომელიც ეხება იმას თუ რა უძღვდა წინ მუნხენის კონფერენციას, როგორ მიმდინარეობდა კონფერენცია და ზოგადად რა პერსპექტივები არის მშვიდობის, რომელიც როგორც ჩანს ტრამპისთვის კვლავ რჩება ნომერ პირველ პრიორიტეტად. We want peace. We have to live and we have to smile when we have time, of course. Thank you. Slava Ukraine. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, უნდა გავიცნოთ, როცა შევძლებთ. ერთ წინადადებაში შეჯამებული 21 საუკუნის რეალობა ვოლოდიმირ ზელენსკისგან. არც ის იყო შემთხვევითი პრეზიდენტის ზურაბიშვილი, რომ იყო პირველი, ვინც მიუნხენის კონფერენციის დახურვის შემდეგ ზელენსკის მიესალმა. შესაძლოა იმას გონია, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება 3 წლის წინ პუტინის ურდოს უკრაინაში შეჭრით დაიწყო, მაგრამ ისინი ცდებიან. ყველაფერი გაცილებით ადრე 2007 წელს მიუნხენში დაიწყო, სადაც ჯერ კიდევ დიქტატურად არ შერაცხულმა პუტინმა ყველას თვალწინ და ყველას გასაგონარს თქვა. Формат конференции дает мне возможность избежать излишнего политеса. კონფერენციის ფორმატი მაძლევს საშუალებას თავი ავარიდო პოლიტკორექტულობას და ზრდილობიან დიპლომატიურ შტამპებს. კონფერენციის ფორმატი მაძლევს საშუალებას თქვა, რასაც მართლა ვფიქრობ საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემებზე. და თუ ვინმეს ჩემი მოსაზრებები არ მოგეწონებათ, გთხოვთ არ გამიბრაზდეთ, ეს ხომ უბრალოდ კონფერენცია. მაშ ასე ცნობილია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება გაცილებით ფართოა, ვიდრე სამხედრო ტექნოლოგიური სტაბილურობა. სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს წესრიგი იდგა ორ სუპერძალაზე და მათი დაპირისპირება პერიფერიულს ხდიდა სხვა გამოწვევებს. როგორც ყველა ომმა, ცივმა ომმაც დაგვიტოვა ჩვენ აფეთქებული ყუმბარები. ცივი ომის მერე შემოთავაზებული ერთპოლუსიანი სამყარო ვერ შედგება. თვლი რომ თანამედროვე სამყაროსთვის ერთპოლუსიანი მსოფლიო არათუ მიუღებელია, შეუძლებელია. ეს მოდელი ჩემთვის მიუღებელია. Военно-политической стабильности. Именно этой концепции. არ გამიბრაზდეთ თუ თქვა და მსოფლიო მას დაუჯერა. დღეს როცა 1938 წლის მიუნხენს იხსენებენ და ჩემბერლენის ჰიტლერის გერმანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას აჯობებდა 2007 წელს გაეხსენებინათ და სისხლიანი ტირანის ეს სიტყვები უყურადღებოდ არ გაეტარებინათ. იმ დროისთვის პუტინის ხელები უკვე დასრულილი იყო ჩეჩნების სისხლით, უკვე დაწყებული ჰქონდა ავტოკრატიის სპირალში შესვლა. იმ დღიდან ერთ წელში პუტინი შემოიჭრება საქართველოში, შემდეგ 2014 წელს უკრაინაში და მსოფლიო მაინც ვერაფერს ისწავლის 2022 წლამდე, სანამ არ დაიწყება 21 საუკუნის ყველაზე სისხლიანი ომი. ისინი 2008-ში შეიჭრნენ საქართველოში, მერე 2014-ში იყო. ასე რომ იმაზე წუხილზე მეტად ვისურეკავს ტრამპი, ხომ არ ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ჯონ მაკკეინი ყველა კონფერენციაზე ამბობდა, რომ პუტინი მატყუარაა. პასუხობდნენ: "ო არა, არასწორად გაუგე მას. პუტინი იქ იყო, ყველას ვინ სატელეფონო ზარზე ღელავს, სად იყავით?" როცა პუტინის შეჩერება გჭირდებოდა, რატომ არ შეიჭრა ის ტრამპის პრეზიდენტობის დროს, იმიტომ რომ მას ეშინია ტრამპის. რატომ შეიჭრა 2014-ში, იმიტომ რომ მას ეს გამოუვიდა. მინდა გითხრათ თქვენ და თქვენს ხალხს, თქვენ ხართ მოკავშირე, რისი იმედით მთელი ცხოვრება მქონდა. არც ერთი ამერიკელი არ მომკვდარა უკრაინის დასაცავად. თქვენ წაიღეთ ჩვენი იარაღი და კუდით თქვა ასროლინეთ მათ. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი მოკავშირე ხართ. სენატორის ამ მხარდაჭერ განცხადებას და მთლიანად მიუნხენის კონფერენციას წინ უსწრებდა ცნობები ვაშინგტონსა და მოსკოვს, ასევე ვაშინგტონსა და კიევს შორის სატელეფონო საუბრების შესახებ. გავრცელდა არაერთი არათანმიმდევრული ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ტრამპი მშვიდობის მიღწევას. შეიქმნა განცდა, რომ ამერიკა უკრაინის ზურგს უკან აპირებს პუტინთან მოლაპარაკებებს. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების მაგიდასთანაა უკრაინის ადგილი. გვეყოლება უკრაინა, რუსეთი და სხვა ჩართული ხალხიც, ბევრი ადამიანი, ბევრია ამ თამაში. საინტერესო სიტუაციაა, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს. მიუნხენში იქნება რუსეთი ჩვენს ხალხთან ერთად, უკრაინაც მიწვეულია. სხვათა შორის დარწმუნებული არ ვარ, რომელი ქვეყნიდან ვინ იქნება, მაგრამ იქნება მაღალი რანგის ხალხი რუსეთიდან, უკრაინიდან და შეერთებული შტატებიდან. Так у нас уже было 3 размовы так с президентом Трампом. ჩვენ სამჯერ ვესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპს, არ ვიღებ იმას, რომ მისთვის პრიორიტეტული ჯერ რუსეთთან ლაპარაკი იყო. თუმცა ნამდვილად არ არის სასიამოვნო. იცით როგორი რეაქცია მოჰყვა უკრაინის საზოგადოებაში, ევროპელებში, რადგან საქმე უკრაინას ეხება, არაფერი არ იქნება უკრაინის გარეშე. ეს განცხადებები სატელეფონო საუბრებსა და მიუნხენის კონფერენციის შორის გაკეთდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ მიუნხენში რუსებს აკრედიტაცია არ მისცეს და ამასთან შეიცვალა
პროამერიკული რიტორიკაც. ტრამპის შეხედულებაა, რომ ეს არის გაჭიანურებული კონფლიქტი და უნდა დასრულდეს მოლაპარაკებით. ამ მოლაპარაკებების დროს ორივე მხარეს მოუწევს დათმობაზე წასვლა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რთული დიპლომატიური სამუშაო იქნება, რაც ჩვენ მანამდეც გაგვიკეთებია. ჩვენ რეალისტები ვართ, მაგრამ მოლაპარაკების დროს ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. ამას დროს სჭირდება, მაგრამ სულ მცირე ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ხვდება რა არის მიზანი. მიზანი არის ამ კონფლიქტის მოგვარება და ის უნდა დამთავრდეს მყარად, რადგან ომი არც ერთ მხარეს არ აწყობს. რუსეთიც დიდ საფასურს იხდის თავისი ეკონომიკით, ინფლაციით. ჩემი აზრით, დემოკრატიების ნაწილი ახლა უკვე აცნობიერებს, რომ რასაც ვაფინანსებდით, იყო გაჭიანურებული კონფლიქტი და შეიძლება უარესიც. გამოუვალი მდგომარეობაა, რომელშიც უკრაინა უფრო და უფრო მეტ ტერიტორიებს კარგავს, ასე რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს. მიზანი კი ომის ისე დასრულებაა, რომ რამდენიმე თვეში პუტინმა ხელახლა არ დაიწყოს. ამას კი ფართო და კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. ამ გარანტიების სანაცვლოდ ზელენსკი მზად არის მიიღოს ამერიკის ინვესტიციები უკრაინული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის. ამ თემაზე სასაუბროდ კიევში იმყოფებოდა შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრს. იქ შეთანხმება ვერ შედგა. შემდეგ გავრცელდა უკრაინული დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩინეთი იწყებს ქარხნების შენებას სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად და სი ძინპინი ელოდება სამშვიდობო ხელშეკრულებას ჩინური ინვესტიციების განსახორციელებად. ბოლოს კი უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის მოლაპარაკებები მიუნხენში გაგრძელდა. არის რამდენიმე რამ, რაზე მუშაობაც უნდა გავაგრძელოთ. ფუნდამენტურად ჩვენი მიზანი, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, არის ის, რომ ჩვენ გვინდა ომის დასრულება, სულს შეწყდეს მკვლელობები, მაგრამ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ გრძელვადიანი მყარ მშვიდობას და არა ისეც, როდესაც რამდენიმე წელიწადში აღმოსავლეთ ევროპა კვლავ კონფლიქტში აღმოჩნდება. ჩვენ გვქონდა კარგი საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწიოთ ამას ერთად. და რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ასეთი საუბარი გვექნება უახლოეს დღეებში, კვირებსა და თვეებში. ეს განცხადებები უკვე მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპის ადმინისტრაცია ცივილიზებულმა სამყარომ გააკრიტიკა პირველად პუტინთან დარეკვის გამო. იმ სატელეფონო საუბრის შემდეგ ბლუმბერგმა წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ტრამპის მშვიდობის სამი სავარაუდო გეგმა. პირველი, საბაზისო, ოკუპირებული ტერიტორიები რჩება რუსეთის კონტროლქვეშ, შესაძლებელია კურსკში ნაწილის გაცვლა. უკრაინა იღებს უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ ვერ ხდება ნატოს წევრი. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება გრძელდება, თუ ევროპა იწყებს გაძლიერებას. მეორე, ოპტიმისტური. დასავლეთი პირობას დებს, რომ დაუპირისპირდება რუსეთს, თუ კი ის ხელახლა შეიჭრება უკრაინაში, სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება, კიევი იღებს საჭირო დახმარებას სამხედრო მრეწველობის განვითარებისთვის და წევრიანდება ევროკავშირში. მესამე, პესიმისტური. ტრამპი კარგავს ინტერესს უკრაინის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს სამხედრო დახმარებას, ევროპა მარტო რჩება პრობლემის წინაშე, უკრაინა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, მაგრამ რუსეთს აქვს გაცილებით კარგი პოზიციები. ნატოში გზა დაბლოკებია, რუსეთი ამოისუნთქავს და რამდენიმე წელში თავიდან შეიჭრება. Ну и, наконец, относительно наступления Украины в Североатлантический. და ბოლოს, რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრებას, კარგად გვესმის, რომ ახლაც და ახლო წარსულშიც ეს პერსპექტივა ძალიან პირობითი იყო. იმის გათვალისწინებით თუ რა პოზიცია აქვს შიგნით ნატოში, თუმცა ჩვენ წინ გვაქვს მოვლენათა ჯაჭვი, რომელზეც დასავლეთში შესაძლოა ვერც კი ფიქრობდნენ. და ამ მოვლენებმა შესაძლოა შეცვალოს მსოფლიო პოლიტიკა. ეს ის სცენარია, როცა პუტინი გადაწყვეტს ნატოსთან ჰიბრიდულ ომს და ამას გადაწყვეტს, თუ კი ტრამპის ადმინისტრაციასთან ევროპის ურთიერთობები გახდება ბუნდოვანი. ასეთ შემთხვევაში უკრაინაში ნატოში კარგი იქნება იმისთვის, რომ იყოს ერთგვარი ბუფერი, სანამ პუტინი ცენტრალური ევროპის დესტაბილიზაციას შეძლებს. პუტინი რომ უკრაინაზე არ გაჩერდება, ეს საბჭოთა სისხლიანი იმპერიის თავდაღწევულმა სახელმწიფოებმა დიდი ხანია ვიცით და ნელ-ნელა ამას ცენტრალური ევროპა და შეერთებული შტატებიც იჯერებენ. პუტინი რომ მათ ყوارა ამ კვირაში ბევრჯერ გაჟღერდა და ყველაზე კარგად ეს ტირანის მსხვერპლის ოჯახმა იცის. Putin will become პუტინი მალე წავა და რუსეთი გათავისუფლდება. ნებისმიერი რაციონალური მიდგომა რუსეთის მიმართ უნდა დაეფუძნოს ამ ფუნდამენტურ სიმართლეს. პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ პუტინთან მოლაპარაკებები დაიწყოთ, გახსოვდეთ, ის მოგატულებთ, ის გიღალატებთ, ბოლო წამს შეცვლის წესებს და გაიძულებთ მისი თამაში ითამაშოთ. ზუსტად ისე როგორც ის მოიქცა 1 წლის წინ, როცა ტყვეთა გაცვლას დათანხმდა და თქვა, რომ ალექსეი ნავალნის გაათავისუფლებდა. პუტინთან ნებისმიერი შეთანხმება ორი გზით შეიძლება დასრულდეს. თუ ის ძალაუფლებაში დარჩება, ის იპოვის გზას, რომ შეთანხმება დაარღვიოს. თუ კი ძალაუფლებას დაკარგავს, შეთანხმებაც აზრს დაკარგავს. მაგრამ რუსეთი მოინელებს პუტინს. ომი, რომელიც მან და მხოლოდ მან დაიწყო, მაშინვე დამთავრდება, როცა ის გაქრება.
სანამ პუტინი გაქრება, მისი პროპაგანდა აღფრთოვანებულია იმით, რომ ტრამპმა პირველი მას დაურეკა და არა ზელენსკის. ამას აფასებენ უდიდეს გამარჯვებად. არადა რუსეთში დარჩენილი ადეკვატური ადამიანებიც კი ზუსტად ხვდებიან რა არის მთავარი. ტრამპი გამოცდილი მოლაპარაკებელია და მან ზუსტად იცის, რომ ძალიან მომგებიანია დიალოგის წინ მოწინააღმდეგეზე მხარზე ხელი მოუთათუნო და უთხრა, რომ მის მიმართ გულწრფელ სიმპათიას განიცდი. ჯერ ჩვენ მხოლოდ სიტყვები გვესმისა, ტრამპის შემთხვევების სიტყვები ბევრს არაფერს ნიშნავს. გავიხსენოთ, როგორი დაპირება ჰქონდა ომის 24 საათში დასრულებაზე. მერე იყო 100 დღე, ახლა ესეც გაქრა. ასე რომ ტრამპის სიტყვები ბევრი არაფერია. ეიფორია კი, რომელშიც პუტინის პროპაგანდა ჩავარდა, ადასტურებს, რამდენად მონატრებულები არიან კარგ ამბებს დასავლეთიდან, რამდენად მონატრებულები არიან დასავლეთიდან ლაპარაკს. შესაძლოა ტრამპი სულაც ტროლავდეს პუტინს და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმამდე მის ეგოს მუხტავდეს. ამ ლოგიკას კიდევ ერთი ადეკვატური რუსი დევნილობაში მყოფი მიხეილ ხადარკოვსკი ამყარებს. Объективно ситуация с Украиной хреновая. ობიექტური სიტუაცია უკრაინასთან მიმართებაში უკანალშია. არაფერი რაც შესაძლოა მოხდა ღვთისმსხალობით არ მოხდა. ამიტომაც გასაგებია რომ განსახილველად ძალიან მძიმე სიტუაცია. ვფიქრობ ბატონი ტრამპი პუტინთან მოლაპარაკებისთვის საუკეთესოა. მან კარგად იცის როგორ უნდა ეურთიერთოს ასეთ ადამიანს როგორიც არის პუტინი. მას არ სჭირდება ახსნა რომ იცით რა პუტინი ბანდიტია. ამიტომაც ელაპარაკება ის როგორც ჩანს მას. ახლა ისინი სიმეტრიულად იქცევიან შეხვედრების წინ მოთელვა. ჩემთვის გასაგები იყო რომ წინასწარ არ გახდებოდა ცნობილი რას დადებს ტრამპი მოლაპარაკების მაგიდაზე, რადგან ეს მსგავსი დიალოგის წინ კონტრპროდუქტიულია. და თუ ვინმე фикრობს, რომ ტრამპს პუტინი მოსწონს, рადგან დიჩვიდეულში დაბრუნებას პირდება და თითქოს სიმპათიებსაც ღიად არ მალავს, ის სავარაუდოდ ცდება. Вы думаете, Путин искренне расположен к Трампу и действительно... Я про Путина нет, а Путин... А он делает ровно... Путин нет. Но он делает ровно то же самое. როგორ გონიათ პუტინს გულწრფელად მოსწონს ტრამპი? ისიც ზუსტად იმავე საკეთებს. ყვება იმის შესახებ თუ რა გადასარევი ადამიანია ტრამპი. როგორ მოპარეს არჩევნები, ზუსტად იმ დრის წესრიგს აქებს, რომელიც ტრამპს თავისთვის მნიშვნელოვანი ჰგონია. ისინი აბსოლუტურად სარკიზებურად მოქმედებენ. აი ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს. მოკლედ, ასეთი ბანდიტური გარჩევებისთვის, რომელიც ჩვენ არ მოგწონს და სხვაგვარი გვერჩივნებოდა, მაგრამ ბანდიტურისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. მოგიწევ დიდრუიანში თუ გინდა ალიასკას გაჩვევ. ერთად დავიყოთ გელანდია. ეს უბრალოდ სიტყვებია. ახლა როცა შანსი გაჩნდა საერთაშორისო პოლიტიკაში დაბრუნდეს პუტინი, მნიშვნელოვანია რეალობა ბუნდოვანი არ გახდეს და ველზე არსებული სურათი არ დავკარგოთ ხედვის ავიდან. Если бы у Путина были так хороши дела. თუ პუტინს ასე კარგად აქვს საქმე საერთაშორისო ასპარეზზე, თუ პუტინს ასე კარგად აქვს საქმე ფრონტზე, რაში სჭირდება მას ეს მოლაპარაკებები? ის გამარჯვებულია, ის იპყრობს, ის ძლიერია და უცბად მოლაპარაკებები? ასე ძალიან არის დამოკიდებული ტრამპზე თუ ასე ძალიან უყვარს? თუ მოღალატეა რომ ტრამპის გამო ზურგში დანაჩა არ დღეს თავის ძლევამოსილ არმიას? არა, სინამდვილეში ის გამოფიტვის პირასაა და ხვდება რომ ახლავე უნდა გამოვიდეს ამ სამწლიანი ომიდან. დემოგრაფიული მდგომარეობა ამაზე მძიმე არასდროს ჰქონია. 200,000 გარდაცვლილი ჯარისკაცი და 450,000 დასახიჩრებული. ესაა დღეს რეალობა და კრემლში ზეიმობენ რომ ძია ტრამპმა დარეგა. ხედავთ რა მაგარია? აი ესაა გამარჯვება. მერერა რომ პუტინმა ომის 3 წლის თავზე განა მხოლოდ კიევი ვერ აიღო, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა. კრამატორსკი და სლავიანსკი ვერ აიღო, რომ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების საზღვრებზე გავიდეს. მან ხომ 4 უკრაინის 4 რეგიონი აიღო და შეუერთდა რუსეთს, მაგრამ ისე მოხდა რომ დაავიწყდა ამ 4-დან 2 რეგიონის დედაქალაქი აიღო. გულისხმობ ხერსონს და ზაპოროჟიეს. საიდან დაიწყო ომი დონეცკით და ლუგანსკით? ისევ ის აქვს. არადა 3 წელი გავიდა. სინამდვილეში არაფერი აქვს საამაყო, მაგრამ პროპაგანდა ასეა მოწყობილი. გვიყვება რომ წარმატება მიღწეულია. თუ გინდა დაიჯერე თუ არა და გაიხედე გვერდზე. თუ გვერდზე გაიხედავდა კრემლის პროპაგანდას არაყვები, გაგახსენდება რა არის პუტინის სტრატეგიული მიზანი, მისი აკვიატება, აღადგინოს საბჭოთა კავშირი და ყველა სხვა ქმედება ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. მათ შორის 2022-ის შეჭრას 3 ამოცანა ჰქონდა: დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ნატოს არ გაფართოება. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი და სამშვიდობო მოლაპარაკებები, ამ მიზნეს პუტინმა უკვე ვერ მიაღწია. ნატო უკვე გაფართოვდა ფინეთის და შვედეთის ხარჯზე. პუტინმა 1340 კილომეტრიდან ნატო მიიღო საკუთარ
საკუთარ საზღვარზე. უკრაინის დემილიტარიზაციაზე ხომ საუბარი ზედმეტია. დღეს უკრაინას ევროპაში ყველაზე დიდი არმია ყავს, რომელსაც ზურგს 3 წლიანი საომარი გამოცდილება უმაგრებს და არა თუნდაც ყველაზე კარგი წვრთნელი. დენაციფიკაცია კი თავის თავში უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების მარიონეტი მთავრობის ჩანაცვლებას და უკრაინის სუვერენიტეტის გაქრობას გულისხმობს და ესეც ფაქტია, რომ მიღწეული არაა. ასე რომ, როგორც არ უნდა იცოდოს პუტინი და მისი მარიონეტები მთელ მსოფლიოში ომის ნებისმიერი შედეგი წარმატებად გამოაცხადონ, უნდა გვახსოვდეს, რომ საბჭოთა კავშირი არ აღდგება, პუტინი დამარცხებულია.